გამარჯობა მეგობრებო, დავბრუნდით კიდევ ერთი ახალი ვიდეოთი და დღეს უნდა ვილაპარაკო თემაზე, რომელიც ძალიან ბევრს გაინტერესებთ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი მისვამს ხოლმე ამასთან დაკავშირებით შეკითხვებს და მოდი საბოლოოდ გავცეთ ამ ყველაფერს პასუხი. შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში, რამდენად მჭირდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილზე რომ ვიმუშაო ინგლისური ენა. ანუ ინგლისურის ცოდნა რამდენად სავალდებულოა ფრილანსინგ პლატფორმებზე, იქნება ეს Upwork, Fiverr, Guru თუ სხვა და მინდა რომ ესე დეტალურად ჩავშალო და ზოგადად ვისაუბრო ინგლისური ენის საჭიროებაზე ფრილანსინგ პლატფორმებზე. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, დალაიქება ვიდეოსი, დაკომენტარება, შეგიძლიათ თქვენი სასურველი თემები შემომთავაზოთ და მეც რა თქმა უნდა ყველაფერს გაგიზიარებთ. დავიწყოთ ახლა ინგლისური ენა. პირველ რიგში მაქვს ასეთი შეკითხვა რომ რა გაგვიხდა მეგობრებო ინგლისური ენის სწავლა. ინგლისური ენა დღესდღეობით ზოგადად საერთოდ აღარ ითვლება უცხო ენად, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის საერთაშორისო ენა და შესაბამისად ინგლისური ენის გარეშე ძალიან რთულია რომ წარმატებას მიაღწიო. მით უმეტეს, როდესაც საუბრობთ რომ საერთაშორისო ფრილანსინგ პლატფორმებზე მან ხო საერთოდ რა. ხო, ანუ ჩვეულებრივად ჩათვალე რომ შენ უნდა ელაპარაკო დამკვეთს ინგლისურ ენაზე და ამ დროს არ იცი ინგლისური. ხო, თითქოს ლოგიკურად მივდივართ იქითკენ რომ ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა და ჩემი რეკომენდაციაც თუ რჩევაც იქნება ის რომ ისწავლოთ ინგლისური, ისწავლოთ იმ დონეზე მაინც რომ შეძლოთ ადამიანებთან კომუნიკაცია და საბოლოო ჯამში წარმატებულ პროექტებზე მუშაობა. თუმცა, აქ არის ერთი მაგრამ და ზუსტად ამ მაგრამზე უნდა ვილაპარაკო ახლა. როდესაც მე მწერენ ხოლმე ჩემი სტუდენტები, ან უბრალო ადამიანები, ან TikTok-ზე არის უცხოები, ყოველთვის ვეუბნები ასეთ რაღაცას ხოლმე რა. თუ შენი პროფესია არ მოითხოვს ინგლისური ენის ცოდნას მაღალ დონეზე, შენ შეგიძლია მაინც წარმატების მიღწევა და რას გულისხმობ ახლა მაგ ყველაფერს ჩავშლი. მაგალითად, შენ თუ მუშაობ კოპირაითერად, ან კონტენტს წერ, ან სტატიებს წერ, ან ბლოგებს წერ, ან კონსულტაციების ჩატარება გინდა, HR-ად გინდა მუშაობა და შეხვედრები უნდა ჩაატარო, გასაუბრებები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, აქ ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე არის სავალდებულო. სასურველი კი არა, სავალდებულო, იმიტომ რომ შენი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება ენას, ენის ცოდნას და ამ ყველაფრის გარეშე ძალიან გაგიჭირდება წარმატების მიღწევა. ამიტომ ეს პირველი შეკითხვა რაც უნდა დაუსვა საკუთარ თავს არის ეგ რა, რომ რამდენად ჭირდება მე ინგლისური ენის ცოდნა საიმისოდ რომ წარმატებულ ფრილანსინგ პროექტებზე ვიმუშაო. თუ პასუხი არის კი, გჭირდება, ჩათვალეთ რომ ყველა ვარიანტში უნდა ისწავლოთ. მარტივად რომ ვთქვათ, შენ თუ ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლი, ხო, ჩვეულებრივად შეუძლებელი არის რომ ქართული ენის და ლიტერატურის ცოდნის გარეშე ეს შეძლო. ხო, მართალი ვარ და იგივე პრინციპი მოქმედებს აქაც რა. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულო ხდება მაშინ, როდესაც კონკრეტული საქმიანობები პირდაპირ უკავშირდება ენას და ენის ცოდნას. ამიტომ თუ მწერალი ხარ, წაკითხვა გევალება, კონსულტაციების გამართვა გევალება, საუბარი გევალება და ასე შემდეგ, აუცილებლად, ანუ 1000%-ით ინგლისური ენა უნდა ისწავლო, ისე რომ საერთაშორისო ბაზარზე გახვიდე და შესაბამისად წარმატებასაც მიაღწიო. მაგრამ მეორე მხრივ, თუ შენი საქმიანობა პირწმინდად არ მოითხოვს ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნას და შექსპირის ენაზე არ არის აუცილებელი რომ ელაპარაკო, რა თქმა უნდა შეგიძლია ფრილანსინგის დაწყება. მე მაგალითად, როდესაც ვიწყებდი ფრილანსერობას, საერთოდ არ ვიცოდი ინგლისური, საერთოდ ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ ძალიან დაბალ დონეზე ვიცოდი და შესაბამისად ვცდილობდი რომ Google Translate-ის დახმარებით კონკრეტულ დამკვეთებთან რაღაცა ურთიერთობები წარმემართა, რაც ხშირ შემთხვევაში იყო დიდი გამოწვევა ჩემთვის, მაგრამ როგორღაც ვახერხებდი და არ შემქმნია ამის გამო ძალიან დიდი პრობლემა. თუ შენი საქმიანობა არ მოითხოვს ასე მკაცრად ინგლისური ენის ცოდნას, მაგალითად ხარ დიზაინერი, ვიდეო მემონტაჟე, დეველოპერი და სხვა მიმართულებები, მაშინ აუცილებელია რომ დარგობრივი ტერმინოლოგია იცოდე, ანუ იმ დარგისთვის დამახასიათებელი ტერმინები იცოდე, სიტყვები და ენა ზოგადად ამ კონტექსტში განიხილო რა. მაგალითად, ვიდეო მონტაჟთან ვინც ახლოს ხართ, ან თუ არ ხართ ახლოს, გეტყვით, რომ fade out-ი არსებობს, მუსიკაშიც არსებობს, სხვათა შორის, როდესაც მუსიკა რომ მიდის, წყნარად, ესე ლამაზად რომ ჩუმდება და არა წკაპ ესე რა, ანუ ჩვეულებრივად მიდის და ეკოსავით გაყვება და ასრულებს მერე აი მუსიკას და გადადის ასე ვთქვათ ერთმანეთში მერე ეს ხმები. და fade out-ი ქვია მაგას რა, პრემიერში რომ შეხვიდე თუნდაც ან სხვა
სამონტაჟო პლატფორმებზე კი არა და აპლიკაციებში თუ სადაც გინდა იპოვი მაგას. და ამ შემთხვევაში fade out-ის მნიშვნელობა უნდა იცოდე, როდესაც ხარ პროფესიონალი, ხო მართალია. შესაბამისად, მე თუ ვარ ვიდეო მემონტაჟე, პირველი რასაც გავაკეთებდი არის ის, რომ დავჯდებოდი ჩემი დარგის მახასიათებლებს ვისწავლედი, ტერმინებს ამოვკრიფავდი ინტერნეტიდან, ან მოვიხმარდი თუნდაც AI-ს და ვეტყოდი, რომ იცი რა, მე არ ვიცი კარგად ინგლისური, ვარ ამ პროფესიის წარმომადგენელი და გთხოვ ჩამომიწერე, რავი, 100, 200, 500 ტერმინი, ან სიტყვა, რომელიც საბოლოო ჯამში დამეხმარება, რომ წარმატებას მივაღწიო და მერე უკვე ეს ყველაფერი გაგიმარტივდებათ. ამიტომ პირველი შეკითხვა, წეღა რაც თქვი, ზუსტად იგივეს უბრუნდები, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, არის ეგ, რომ ჩემი საქმიანობა რამდენად მოითხოვს მაღალი ინგლისური ენის ცოდნას. თუ პასუხი არის კი, მაშინ უნდა განვითარდეთ ამ მიმართულებით და თუ პასუხი არის არა, შესაბამისად შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინგლისური ენა არ უნდა განავითაროთ, რადგან როდესაც დამწყები ხარ, შეიძლება ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა არ მოგეთხოვებოდეს, მაგრამ როგორც კი ექსპერტი ხდები და უფრო წინ მიდიხარ, შესაბამისად მაღალი ტიპის და მაღალი რანგის პროექტები შეიძლება შენს წინ გადაიშალოს ასე, სადაც უკვე დაგჭირდება ინგლისური ენის ცოდნა და რატომ? იმიტომ რომ მაგალითად, ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიიდან რომ მოგივიდეს მოწვევა, ან მოგწეროს ვიღაცა SEO-მ ან უფროსმა დირექტორმა, რომ შენთან შეხვედრა მინდა და შენი გაცნობა მინდა ლაპარაკი და პროექტის მიმოხილვა, მაგ შემთხვევაში აუცილებელია რომ ინგლისური იცოდე, რომ ხმა ამოიღო, ხო მართალია. და მით უმეტეს წეღარ კიდევ ერთხელ ვამბობ, რითაც დავიწყე ისევ იმას, რომ დაუბრუნდე, რა გაგვიხდა ამ ინგლისური ენის სწავლა, საიმისოდ, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია დავამყაროთ, მით უმეტეს ამდენი რესურსი გვაქვს და სულ არ არის საჭირო, რომ მასწავლებელი ყავდეს და რაღაცა იარო კვირაში 3-ჯერ. თუ ყავს და ივლი მაგაზე კარგს არაფერს იზამ, მაგრამ თუ არ შეგიძლია დრო არ გაქვს, ფინანსები არ გაქვს, შეგიძლია ჩაუჯდე YouTube-ს, აი მილიონობით ვიდეო დევს, სხვადასხვა პლატფორმებიც არსებობს ამისთვის, პოდკასტები, მულტფილმები, ფილმები, ამ ყველაფერს უყურე და როგორღაც მოახერხე ის, რომ შენ ადამიანებთან, დამკვეთებთან შეძლო სწორი კომუნიკაცია. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შენი როგორც ფრილანს კარიერის წარმატება დამოკიდებულია სწორ კომუნიკაციაზე და რაც უფრო მეტად მოახერხებ იმას, რომ დამკვეთებთან გქონდეს პოზიტიური ურთიერთობა, არა მხოლოდ წერითი, არამედ ვერბალურიც, მით უფრო მიაღწევ მერე ძალიან დიდ წარმატებას და ძალიან დიდ პროექტებზე იმუშავებ. იმიტომ რომ ერთია რომ დამწყები ხარ და რა ვიცი, ჯუნიორი ხარ, ასე ვთქვათ და მან შეიძლება არ გჭირდებოდეს და არავის უნდოდა შენთან შეხვედრა, მაგრამ როგორც კი გამოცდილი ფრილანსერი გახდები კონკრეტულ ფრილანსინგ პლატფორმებზე და გახდები მაგალითად Upwork-ზე top rated ან top rated plus-ი, მე შეიძლება რომ ადამიანებს მოუნდეთ შენი გაცნობა, შენგან მოსმენა რაღაცეები, შენი ხედვის დანახვა და საბოლოო ჯამში აი მან ჩავიჭრებით, როცა ვეტყვით, რომ იცი რა ინგლისური არ ვიცი. და მთავარი შეკითხვა, რომელიც ახლა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, არის ზუსტად ეგ, რომ რამდენად გვინდა, რომ ვიყოთ ძალიან მაგარი ფრილანსერები და წარმატებული ფრილანსერები. თუ გვინდა, ამისთვის აუცილებელია, რომ ინგლისური ვიცოდეთ. 2x2 4-ია რა, როდესაც საუბრობთ საერთაშორისო ფრილანსინგ პლატფორმებზე, ფაქტობრივად გულისხმობთ საერთაშორისო დამკვეთებთან ურთიერთობასაც და შიშით ხო არ ვიქნებით, ამიტომ საჭირო არის, რომ ვერბალურადაც, ანუ კომუნიკაცია შევძლოთ, ხმის ამოღება შევძლოთ და ამაზე ვივარჯიშოთ. შეიძლება არ იყოს მარტივი თავიდან, რაღაცები გაგვიჭირდეს, რაღაცა კომუნიკაცია არ გქონდეს ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდოდა ან გვინდა, მაგრამ არა უშავს. იქ არავის არ აინტერესებს ბოლომდე შენი გრამატიკა, რა შეცდომებს უშვებ, როგორი აქცენტი გაქვს. თავარი არის, რომ მას, ანუ დამკვეთს გააგებინო შენი აზრი, შენი ხედვა და საბოლოო ჯამში მის მიერ დასმულ შეკითხვებსაც გასცე პასუხი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც საბოლოო ჯამში უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავხდეთ სუპერ ფრილანსერები. აი ეს შეკითხვა მომდის, არ ვიცი, ვერ აგიღწევთ TikTok-ზეც, Instagram-ზეც, Facebook-ზეც, LinkedIn-ზეც, ანუ ყველგან ამას მეკითხებიან თითქმის რა, რომ აი რამდენად საჭირო არის ინგლისური და მე მგონი ამ შეკითხვას გავეცი პასუხი. ერთი რაც აუცილებლად უნდა გითხრათ არის პროგრამა, რომელიც მე მაქვს და რომელიც თქვენს დაგეხმარებათ, რომ გახდეთ წარმატებული ფრილანსერები. ვინც მიცნობთ უკვე LinkedIn-დან ან სხვა სოციმედია არხებიდან, გეცოდინებათ, რომ ყოველ თვე მე მაქვს ერთთვიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დამწყებ ფრილანსერებს ვეხმარები პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ამისთვის მხოლოდ საჭირო არის, რომ გადმოხვიდეთ ჩემს LinkedIn გვერდზე, მომწეროთ LinkedIn გვერდი აღწერაში იქნება დაბლა, მომწეროთ, რომ დაინტერესებული ხართ ჩემი ერთთვიანი პროგრამით გზა ფრილანსერობამდე და მერე უკვე შეგვიძლია დავრეგისტრირდეთ და მიიღებთ იმ ხარდაჭერას, რომელიც გჭირდებათ. დამიჯერეთ,
რომ ეს იქნება საბოლოო ჯამში ის გზა, რომელსაც ერთად გავუვლით და რომელიც წარმატებამდე მიგვიყვანს რა. ამას მალაპარაკებს ჩემი და ჩვენი შედეგები, რაც საბოლოო ჯამში შეგიძლიათ ასევე ჩემ LinkedIn გვერდზე დაბლა რეკომენდაციების სახით ნახოთ და ის შეკითხვები, რომელიც მომდის ხოლმე ხშირად, ყოველთვის პასუხგაცემული იქნება აი ამ ჩვენი ჯგუფური თუ ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში. მოკლედ, რო შევაჯამო ახლა დღევანდელი ვიდეო რა. ერთი მხრივ, თუ გინდა რომ ძალიან მაგარი ფრილანსერი იყო და ძალიან მაგარ პროექტებზე იმუშაო, ინგლისური საჭიროა. თუ არ იცი კარგად ინგლისური, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ელოდო სანამ ისწავლი, დაიწყე, მაგრამ პარალელურად ეცადე, რომ შენი ინგლისურის დონეც მაღლა ამოწიო და მესამე, შენი საქმიანობა თუ მოითხოვს პირდაპირ ინგლისური ენის ცოდნას, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ინგლისური ენა იცოდე. 2x2 4. და ბოლოს რაც წეღან თქვი, თუ ეს ყველაფერი არ იცი, როგორ უნდა გააკეთო, როგორ უნდა გაყიდო საკუთარი თავი, როგორ უნდა დააპოზიციონირო საკუთარი თავი და საბოლოო ჯამში როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას, უნდა მომწერო და ერთად გავიაროთ ის გზა, რომელსაც საბოლოო ჯამში ერთად დავადგებით ასევე. მოკლედ, ეგ არის. დღეისთვის მე მგონი სულ ეს იყოს. არ დაგავიწყდეთ მეგობრებო არხის გამოწერა, დალაიქება, დაკომენტარება, ჩამოწერეთ რა ტიპის ვიდეოები გინდათ, რა ტიპის საკითხებს შევეხოთ, რა თემები განვიხილოთ და მე დამიჯერეთ, რომ ყველაფერს ნელ-ნელა მივყვები, ვინახავ, ჩამოვწერ და საბოლოო ჯამში დაგიბრუნდებით საინტერესო კონტენტით. წინა ვიდეოსთვის მადლობა. წინა ვიდეოში უпростоრად დატოვებული კომენტარისთვის, ლაიქებისთვის და ასე შემდეგ, გამოწერებისთვისაც ძალიან მინდა რომ ალიავიდეთ 1000 გამომწერზე და ეს იქნება დიდი მიღწევა ჩემთვის და მოკლედ ამ ამბებში თქვენი იმედი მაქვს. მადლობა კიდევ ერთხელ და შევხვდებით ძალიან მალე. უმაგრესი ამბებით დაგიბრუნდებით, უმაგრესი იდეებით დაგიბრუნდებით და დარწმუნებული ვარ თქვენც გახდებით ამ ყველაფრის მონაწილე. აბა არ გემშვიდობებით, დავბრუნდები იქით სამშაბათს. ასე გადავწყვიტე რა, სამშაბათობით დავდებ ხოლმე ახალ ვიდეოს და შეგიძლიათ დაელოდოთ. აბა ჰე.